დავბრუნდით ეთერში და ეს მანქანა, რომელიც ახლა ჩვენთან სტუდიაში შეჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, ლევან, იცი? ხო, რაღაც პატარა დეტალები აკრია, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ყოფილიყო პირველად ეს მანქანა გადაცემაში, ბატონმა ანზორმა დაგვდო პატივი და მოგვიყვანა ესეთი არაჩვეულებრივი ფანტომი. მართლაც არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა ბატონო ანზორ, მობრძანებისთვის, ბატონი ანზორ ელოშვილი. დიახ. და მე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ბატონი ანზორის შემხედარე გადაწყვიტა ძალიან ბევრმა ადამიანმა სწორედ ხელით აკეთოს მანქანები. თქვენ იყავით პირველი და ინსპირაცია იმ ადამიანების, ვინც ახლა აკეთებენ მანქანებს. შთაგონების წყარო. სხვათა შორის საქართველოს და თბილისში ძალიან ბევრია ისეთი ახალგაზრდა ნიჭიერი, რომ ჩემზე უკეთესები არიან, ასე რომ მე არა ვარ პირველი. ანუ ხეზე თოსო ასწავლეთ ესე გავაკეთე. არ დაიტოვეთ არაფერი. არა, მე არ მისწავლებია, სხვათა შორის მე სხვისგან მისწავლე, არიან ესეთები. ასე რომ არ უჭერს საქართველოს და არც თბილისს ასეთ ხალხს მონახვა ჩემს გარდა. ნუ იმათ შემხედარი მე გავაკეთე. პირველი ავტომობილი რომელიც ააწყვეთ, რომელი იყო? და როდის იყო? და რამდენი ხნის? ეს იყო 70-იან წლებში, რომელსაც ერქვა თბილისი. მე იყო მის შემდეგ თბილისი 86. დიახ. და მე თბილისი 86-ში ხო არა? 86-ში დავამთავრე. გაყიდე? ანუ ჩემ დაბადების არა, არ გამიყიდი არასოდეს, ამას გაყიდოს უბრალოდ ხობია ჩემი. და ვაკეთებ. მე ვახები. ანზო რატო დაარქვით? ანზო. ეხლა რატო დავარქვი? მე მქვია ანზორი და ეხლა მინდა და შვილიშვილი მიმყავს იმათი რაღაც ინიციალები არ გამოვიდა. დიახ. დაიძულებული და ანზო. ეხლა საქმე ზახენ ანზო დავარქვი და დარჩა. კარგი ჟღერადობა. თქვენი გაკეთებულია როგორც ვიცით? ლოგოს დიზაინი თქვენი გაკეთებული. კი, ყველაფერი ჩემი გაკეთებული, დიზაინიც ჩემია მანქანის. ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია. შეღება, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთე. გაჯისგან გააკეთეთ? გაჯისგან გავაკეთეთ თვითონ მანქანა, მოდელი და მე იქიდან უკვე ავიღე ყალიბი და ყალიბიდან ჩამოვასხეს. ანუ რაღაც ხატვაც გეხერხებათ. აკადემია აქ დამთავრებული. არა, მაგ დამთავრებული 4 კურსიდან გამოვედი. რატო? მე ცეკვავდი და გადავედი მე სხვა. შეხედე აკადემია, ცეკვა, ხელოვნება და ესეთი არაჩვეულებრივი ნიმუში, რომელიც დღეს ჩვენთან არის სტუდიაში. მოდი ნახოთ სიუჟეტი ბატონო ანზორ უფრო ახლოთ და კარგად გავიცნობ. და მე მგონი ისე მომრავლდა ეს ხელნაკეთი ავტომობილები, რომ მე მგონი თავისუფლად შეგვიძლია გამოქვეყნებოდა. არა, სერიულ წარმოებაში არა, ცოდოა ესეთი მანქანა რომ სერიული იყოს, ეს უნდა იყოს ერთი. არა ბატონო ანზორ. ასე ჯობია. არა, ისიც ხო შეუძლიათ. ისეთი გააკეთო და სერიული. პატარა ხარჯერ. ნახოთ სიუჟეტი. კარგი პატარა ვარ. მადლობა მოგზაურობისთვის. ეს არის რიგით 4 მანქანა, რომელიც მე გავაკეთე. მთლიანი ზარა რო გავაკეთე, ამის შემდეგ საჭირო შეიქმნა რა თქმა უნდა შენი სალონის გაკეთება. სალონი ახლა აქ შეიძლებოდა სხვა მანქანის ტორპედოს რეგასიანი მორგება, მაგრამ ეს ცოტა უფრო რთული იყო და ვიფიქრე მე თვითონ გავაკეთე. და სხვადასხვა ნაწილებისგან შევქმნილი, გადავაკეთე, გადმოვაკეთე. შენი და ეს ჭერი, ესენი ყველაფერი ჩემი ხელით არ გაკეთებული. ეს არის ორი ადამიანისათვის განკუთვნილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკან გავაკეთო ისე, რომ ორი კიდე მოთავსდეს. ნაწილები რა საჭირო იყო, ისინი ზოგი ქარხანაში გავაკეთებინე, ზოგი მე თვითონ გავაკეთე. აი ეს ჩემი ხელით არის გაკეთებული, რომ ამ კონტაქტი არ გადავიდეს. რო დავიწყე მანქანის გაკეთება, 5 წელიწადი გავიდა დაახლოებით, მაგრამ ამ 5 წელიწადში ალბათ სულ ვიმუშავე 1 წელიწადი, იმიტომ რომ როდის თავში მოგივა ის რომ გააკეთო, როდის დრო გააკეთო, თუ არ გააკეთო, ამაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ხო და აუცილებლად უნდა სურვილი იყოს რომ გააკეთო. რო ვიღაცა მითხრა ზიცი და მიდი რა გააკეთე, არ გამოვა. მინდოდა შვილიშვილების სახელების ინიციალები და მაგრამ არ გამოვიდა ასეთი რაღაცა და სახში ახლა ანზორი მქვია და ანზორს თუ დამიზახე მე ავდეგი და დავაწერი ანზორს. ჩემი ჩანახატია, ჩემი დიზაინია ძალიანად, აბსოლუტურად. აი ეს ლოგო ასეთი რაღაცა, სადაც ლოგო ესეთი ვიცი რომ გალი მომეწონა და ჩავსვი ამაში ესე იგი ეს ჩემი ლოგო ანზორი.